მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კი ჩოხატაურის თემო რადიო მისი ხმა. შეგახსენებთ, რომ პროექტი მისი ხმა ხორციელდება TVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. მათ შორის სტუმარია მაია კვირიკაძე, ემართმაის დამფუძნებელი, ძალიან საინტერესო და ფერადი ადამიანი. მაია, დიდი მადლობა, რომ გვეწევით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა, რომ დაგყვით მე. მაია, მოდით პირველ რიგში მოგიყავით თქვენ შესახებ. კი ბატონო, მოგესალმებით. მე ვარ მაია კვირიკაძე, 34 წლის. სამი შვილის დედიკო, პირველად ამით დავიწყებ. დავიბადე ჩოხატაურში და გავიზარდე. მოკლედ 15 წელი ვიცხოვრე ბათუმში საბანკო სფეროში მუშაობდი. ოჯახური პირობების გამო მომიწია სოფელში დაბრუნება 4 წლის უკან. და მე დაიწყო ყველაფერი რაც დაიწყო. მაია, მოდით პირველ რიგში თქვენს ბიზნესზე ვისაუბროთ. როდის და როგორ გაჩნდა მისი დაარსების იდეა და რა არის თქვენი ბიზნესის ძირითადი ნიშა? კი. მოკლედ მე ჩამოვედი სოფელში ოჯახური პრობლემების, პირობების გამო შემეძლო, ჩემი მეუღლე წავიდა ემიგრაციაში, მაგიტომ მომიწია შემეძლო, რომ არ ჩამოსულიყავი და დარჩენილიყავი ქალაქში. სამზარეული ფულით მეცხოვრა და გამეზარდა ჩემი შვილები. მაგრამ როდესაც დავბრუნდი სოფელში, მოკლედ არ მიყვარს ტყილად ყოფნა. პირველ რიგში არ მიყვარს ფინანსურად დამოკიდებული რო ვარ სხვაზე. ალბათ ეგაა ყველაზე დიდი, რა ვიცი, ძალა, რომ არ გინდა სხვის ხარჯზე იცხოვრო. უბრალოდ მე არ შემიძლია, არასდროს არ მიცხოვრია სხვის ხარჯი, იმიტომ რომ სწავლა როცა დავამთავრე, ეგრევე სამსახური დავიწყე და საკუთარი შემოსავალი მქონდა. ჩემი სამი შვილიც ისე გავზარდე, რომ ყოველთვის მუშაობდი, რაღაც ჩვეულებრივად დეკრეტული შესვენებები მქონდა და არასდროს არ დამინებებია სამსახურზე თავი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რაღაცას შენ ნაშრომს რო საკუთარ თავზე იხარჯავ, შენ შვილებს ახარჯავ, ამით უფრო ქალი ხარ, უფრო ძლიერი, ბევრი რაღაცა გეთქმის. მე ვფიქრობ ფინანსურად უნდა იყო ძლიერი ქალი ჯერ და შემდეგ ყველაფერი რაღაცა ნელა-ნელა დაალაგდება და ოღონდ ფინანსურად უნდა იყო ძლიერი, საკუთარი შრომით უნდა მოიპოვო ეს, არ ვიცი, მე ესე მგონია. მოკლედ სოფელში ჩამოსულმა მყავდა პატარა შვილი, მესამე შვილი 2021 წელი იყო. რამოდენიმე რაღაცა რო ჩამოვედი, დაახლოებით 2 თუ 3 თვე იყო გასული. რაღაც იდეა მეთქი საკუთარ თავს რო დავწვევოდი, დავფიქრდებოდი, ვეკითხავოდი, რა შეიძლება რომ ვაკეთო. სოფელში რა შეიძლება ვაკეთო. მაგრამ ხო სულ მუდმივად არა ვარ ჩამოსული ვარ რაღაც ალბათ 2 წლით მომიწევდა ვიცოდი სოფელს წასვლა, იმიტომ რომ მე ქალაქში ძალიან კარგი სამსახური მქონდა და ჩვეულებრივად შემეძლო 2 წლის შემდეგ დაბრუნებულიყავი და მე მუშაობა, მაგრამ რა შეიძლება მოვიფიქრო ამ ნახეთ ის 2 წელიც მინდოდა რაღაცა ინვესტიცია დამებანდებია, საკუთარი თავი გამომეყენებინა და ტყუილად რო არ ყოფილიყავი. ყველაზე დიდი პრობლემა კიდე რა იყო, რომ საერთოდ სახლიდან რო ვერ გადიხარ გარეთ. ესაა ყველაზე დიდი პრობლემა. თქვენ წარმოიდგინეთ, აქ დავიბადე, გავიზარდე, რომ ჩამოვედი, საერთოდ სრულად მარტო ვიყავი. ყავის დამლეველი მეგობარიც არ მყავდა. თან ისე დაიმთხვა, რომ ჩამოვედი, რამოდენიმე თვეში ჩემი შვილი სკოლაში შევიდა, უკვე როცა გამოდიხარ სკოლაშიც რომ მიყავს ბავშვი, ესეც ვფიქრობ ყველაზე ესეც დედისთვის არის უკვე საქმე გამომიჩნდა. უკვე სახლიდან გამოვედი. და მოვძებნე რაღაც ისეთი გზები, რა შეიძლება ადამიანმა სოფელში აკეთო, ცოტა ფინანსურადაც გაძლიერდე, ოღონდ უნდა გამეკეთებინე ისეთი საქმე, რაც მე მინდოდა რა, რაც შეიძლება ნებისმიერ დღეს გამილამაზებდა, ის უფრო დღე მექნებოდა პოზიტიური. ჩემი ყვავილებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე მოდის, უამრავი ყვავილი მცენარე მქონდა ბავშვობიდანვე. რო წავედი ბათუმში, კი მოგეხსენებათ, ბინაში ვცხოვრობდი. მე როცა გავთხოვდი, მე ბინაში მომიწია ცხოვრება და როგორი ადამიანი ვარ, თუ რაღაცა მაქვს, უნდა მქონდეს ბევრი რა. არ შემიძლია რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტად ვიცხოვრე 15 წელი ისე რომ 1/5 ყვავილიც არ მქონია სახლში, იმიტომ რომ თუ მექნება რაღაცა ბევრი უნდა მქონდეს. არ მქონდა მე ისეთი სივრცე, ყოველთვის მქონდა ისეთი, არ მქონდა ისეთი სახლი, მოცნებავდი ისეთ სახლზე, რომ ეზო ქონოდა და ეს ჩემი საყვარელი კუთხე იქაც მომეწყო, მაგრამ რას ვიზამთ, ეგრე არ იყო. და თუ მექნება, თუ არ მექნება და რო ჩამოვედი სოფელში, ძალიან ისეთი გასახანია რა სოფელში კიდეთან ძალონეზე ეზო მაქვს და ვამბობდი რომ ეს რაღაცა დანაკარგი დავიწყე ჯერ ყვავილებზე ზრუნვა.
იცი როგორ ზოგმა რაღაცები მაჩუქა. კიდე ყველაფერი როგორ დაიწყო, იცით, ერთ დღეს მომდის ტელეფონზე SMS-ი, ხო, ფინანსურადაც ძალიან ისე ვიყავი რა, მეუღლე მიგზავნიდა ფულს, იმდენს რომ ბანკი გადაგვეხადა, რის გამოც წამოვედი, ბანკი ქონდა გადასახდელი, უძრავი ქონება შევიძინეთ, ბანკი გადამეხადა და ჩემს შვილებს ქონოდა, ხო, მე არანაირი შემოსავალი არ მქონდა. ერთ დღეს მომდის SMS-ი ბანკიდან რა, რომ თქვენ ჩაგერიცხათ 575 ლარიო და რის ჩამერიცხა მეც არ ვიცოდი, არ ვიცი ამაზე თუნდა ვილაპარაკო, მაგრამ რა იყო დასაწყისი გეტყვით და ძალიან საინტერესო. 575 ლარი ჩაგერიცხაო. მეთქი ნახულობ რა დამერიცხა. ანუ და ხელფასი, თქვენი ხელფასიაო რა, მე ხო დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი და 17 რიცხვამდე მქონდა ნამუშევარი, მაგრამ არ ვიცოდი თუ ესე ითვლიდა ბანკი. ანუ იმ 17 დღის დამერიცხა რაღაცა დღეების დეკრეტულის 6 თვის შემდეგ რა, არ ვიცი რა მოხდა, მანდ ახლა რაღაც შიდა ფორმალობა იყო. და მე დაჟით ხელხაზით გადავრეკე, ისიფრე რომ თუ ჩემია ეს ნამ, კი, ჩემი ხელფასი, იქ რაღაც დღეები მქონდა ნამუშევარი. აი ეხლა ვფიქრობ, ხო და მანამდე მქონდა ისეთი ძალიან კარგი ყვავილის ნერგები და ნახე და ფული არ მქონდა რომ მიყიდა. მეთქი ამბობს არ ველოდებოდი, აუცილებლად უნდა ვიყიდო ნერგები და პატარა სუკულენტები ჩამოვაბრძანე. ეხლა არ ვიცი, ამას დედაჩემი თუ მოისმენს, რომ მომიტანეს გაგა დაიხადეო, მითხრა იცოდა რომ ფული არ მქონდა და არაფერი ვიცი და ძალიან პატარები იყო საყვარლები რა, სუკულენტები ძალიან ისეთი ნერგები, ძალიან ძვირფასი ნერგები იყო. გაგა დაიხადეო და მეთქი ამაში გადაიხადე 50 ლარი თქვა, ანუ მათ ვერ მიხვდებოდნენ რომ რა ხდებოდა. ანუ არ ვიცი, მოვიტყვი ერთი სიტყვით რა, მაგრამ მე ის თანხა დავაბანდი ამ ნერგებში და ესე იგი ამით დავიწყე რა. 575 ლარის ნერგი ვიყიდე. და ამით დავიწყე. ოღონდ რო დავიწყე, თან გამოვიჩინე საქმე რა, იმიტომ რომ ძალიან ზრო მაჭირდებოდა მათ რა. შემდეგ ეს პატარა რაღაცები რაღაცა არ მეყო და ვიფიქრე რომ ნახე ეს საქმე მაია მოგწონს რა, კარგია, თან სიამოვნებას ვანიჭებდა ეს ყველაფერი. შემდეგ ჩემ შობერს თხოვე და მინდოდა ასევე რომ რაღაც ისეთი ნერგები შემეძინა ყვავილის, რა ძალიან მომწონდა, ვარდები ძალიან მიყვარს. მამაჩემის დახმარებით, სესხის დახმარებით, მაგით ანუ ყველაფერი რაღაცებს გეგმავდი, იდეები მქონდა, მაგრამ ფინანსური დახმარება არ მქონია, დანაზოგიც არ მქონია. ეგრევე მამაჩემს თხოვე რომ მეთქი ესეთი გეგმა მაქვს, მინდა რომ რაღაცა დავრგო და ეგეც დავამატო ჩემს პატარა სამყაროს, ეგეც შემოვამატო და დავაკვირდე რა იქნება მეთქი. რაღაც 3000 ლარის ნერგი შევიძინეთ ბანკის სესხით, ვარდის ნერგი. მოკლედ ეს 500 ძირამდე ვიყიდე დაახლოებით. ჩამოვიტანე, ღია გრუნტში დავგეთ, ეს რა თქმა უნდა სათბური არ მქონია და მივიღე დაახლოებით 5 თვეში შემოსავალი ვარდის. ხო მივიღე შემოსავალი, ახლა ვეძებ ბაზარს, რომ სად შეიძლება რომ გავყიდო, ვარ ჩოხატაურში, ვარ სოფელ ქვენობანში. სად წახვალ პირველი წახვალ რაიონში, სადაც შენთან ახლოს, სად შეიძლება ამ პროდუქტის გაყიდვა. რაიონში კიდევ ისეთი ფასი შემომთავაზენ, რომ დავითვალე ღირებულება მისი, ანუ არ ღირდა ესე, ძალიან ისეთი ფასი იყო, რომ როგორ აიცი, რაღაცას რო შრომობ, ის მაინც ხო უნდა თავიდან ამოვიდეს რაღაცა რა გაკეთდეს, რომ თუნდაც ცოტა ხანი ის რაღაც არჩინო რა, ეგ წამლის ფული უნდა და შრომას რო თავი დავანებოთ რა. კარგი, ესე იგი, ნახე რა ვშვებოდი, არ გამიყიდია, ხო, არ გამიყიდია, რაღაც, ოღონდ ისეთ შემოსავალი არ მქონდა, ძალიან ცოტა მოსავალს ვღებულობდი, თქვენ რამოდენიმე თვე ამ ყველაფერს ვაჩუქებდი. ხან წავიდოდი ქალაქში, დაბადების დღეებზე, ვაჩუქებდი, ეხლა შეფუთვაც არ ვიცით საერთოდ. ეს საქმე რაც დავიწყე, მე ყვავილი როგორ შეიძლებოდა რომ შემეფუთა ყვავილი, ძალიან ბევრ მასალას ვეძიებდი და მაგას დღესაც ვაკეთებ, იმიტომ რომ რაღაც უწყობ ყოველდღიურობას ფეხს ვცდილობ ყოველი შემთხვევისათვის და რომ მიმქონდა ეს საჩუქრად რომ მივართმევდი, რატომღაც მოწონდათ. ჩემს ახლობლებს რა, რაღაც ისე მე რომ დავუკვირდი, მეც მომწონდა ჩემი რაღაცა გაკეთებული, გადავწყვიტე შემექმნა Facebook გვერდი. მოდი მაია ხوارცადო რომ ეს თან გავყიდოთ ონლაინ, მე ხო მაღაზია არ მქონდა რა, ესე იგი რომ მივიტანე 5 ადგილას ისეთი მოწონება დაიმსახურა, თან ძალიან აქტიური მომხმარებელი ვარ ინტერნეტის რა, ხო და მიყვარს რაღაცეების
გასაჯაროება. ლამაზ ფიქრობდი, რომ რაღაცას გავაკეთებდი, მე მომწონს, მინდა რომ სხვასაც ვაჩვენო რა. და იქ რომ მოდიოდა რაღაც ისეთი დადებითი კომენტარები, ისეთი ადამიანებისგანაც რა შეფასებები, სასიამოვნო იყო ეგ რა თქმა უნდა და ჩემთვის ფიქრობდი ყოველთვის, რომ ალბათ შეგიძლია ამის გაკეთება. ალბათ მართლა კარგად გამოგდით, რომ აკეთებ რა და შეიძლება ამ სფეროშიც განვითარდეთ და ცადო. მოკლედ ნელა-ნელა წავიდა ისე ყველაფერი, რომ ესე იგი გამოდის, რომ ანუ ყვავილის ნერგებით დავრგე, მოსავალი მივიღე და თან ამ მოსავლის რეალიზაცია გავაკეთე ინტერნეტ, ანუ ონლაინ რა. დავიწყე ონლაინ გაყიდვა ჩემი ყვავილების. არც ამის ძალიან მალე ხდება ეგ ყველაფერი რა. დაახლოებით დავრგე 6 თვეში მოვიდა შემოსავალი, იქ ნერგებით წამოვიდა და გვეწია 6 თვეში მოვიდა შემოსავალი. და დაახლოებით კიდე ერთი მე მგონი დაახლოებით 6 თუ 7 თვე მომიწია ონლაინ მუშაობა. იშვიათად გამოდიოდი რაიონში, ფაქტობრივად მაგისი დროც არ მქონდა. იშვიათად რომ გამოდიოდი რაიონში, არასდროს არ მიფიქრია, ანუ სადაც ვარ იქ თუ იქნებოდი, ვერ წარმომედგინა. იმიტომ რომ ვიყავი ჩამოსული 2 წლით, იქიდანაც შეიძლებოდა ამ სათბურის მოვლა, ხო? მართლა შეიძლება, იმიტომ რომ კვირაში 2-3 დღე ჩამოვიდოდი და რაღაც დავეხმარებდი და შეიძლება რომ რაღაც გამეკეთებინა. მაგრამ რო გამოვედი რაიონში, ეხა მეთქი როგორი ადამიანი ვარ, იცი, რაღაცას უცებ წყვეტავ, ბევრს არაფერზე არ ვფიქრობ. საერთოდ არ მაქვს ფული, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ გავხსნა მაღაზია, უბრალოდ მივედი ერთ ადგილას, სადაც მოვყევი ჩემს შესახებ და რავი, შეიძლება მომავალში ვიფიქრო, რომ ონლაინ მუშაობ და ვიფიქრო, რომ მაღაზია გავხსნა. და მეუბნება ეს გოგონა, რომ შაგერთ მაღაზია ქირავდება და შეგიძლია თუ მაღაზია ფიქრო, ვიფიქრეო. დაახლოებით 2 დღე ვფიქრობდი, მეტი არა. და მოვიპოვე ის ფინანსური დახმარება, ძალიან მინიმალური. ყველაფერი ჩემი ოჯახის დახმარებით გავაკეთე, ეგეც თან ჩვენი ხელით. თქვენ წარმოიდგინეთ, კედლებსაც მე თვითონაც ვესავდი მაღაზიაში, რომ შევედით, მე თვითონ ვეხმარებოდი მამა ჩემს. აი ისე გავაკეთეთ ის პატარა სივრცე, რაც თავიდან ჩვენ გვქონდა. პირველად რაც გავხსენით, ასე გაჩნდა იდეა, ყველაფერი უცებ, ასე გაჩნდა იდეა მაღაზიის გახსნის, ყვავილების მაღაზიის, რითაც დავიწყეთ ჩოხატაურში მუშაობა. ეხლა შემდეგი დიახ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ამოძრავი პასუხისთვის, ის დაინტერესო იყო რომ გისმენდით. ახლა მოდით ვისაუბროთ უკვე თქვენს მაღაზიაზე, ემარტ მაისზე. როგორც იცით, თქვენ არ მხოლოდ ყვავილებს სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს, არამედ ადგილობრივი ხელოვანი ადამიანების ნაწარმსაც. ხო, ალბათ ეს ძალიან კარგი мотиваცია არის ამ ადამიანებისთვისაც. კი. ემარტ მაი რატო გაჩნდა გეტყვით ახლა რა შეიძლება და მომეფიქრენა. თავიდან ჩვენს მაღაზიას მხოლოდ ყვავილების სახლი ნიმანით ფუნქციონირებით. ეგეც 3 გოგოს იდეა იყო, ჩემი ოჯახის წევრების თავიდან, მაგრამ საქმე წავიდა სულ სხვანაირად. და რატო სხვანაირად გეტყვით? ჩვენ ვეწევით მომსახურებას, რაც არ არის უკვე მარტო ყვავილებით შემოფარგლული, ხო? ეს არის ჩემი პირადი ისეთი ნიშა, რაც უკვე მაგალითად ყვავილით მიცნობს ჩოხატაური, ხო? მაგრამ ბევრი რაღაცა დავამატე. რატო ესეთი მაღაზია? იმიტომ რომ ბევრ რეგიონში გავსულ ვარ, ბევრ რაიონში, ქალაქებში მსგავსი მაღაზიები მინახია და ძალიან მომწონდა. ძალიან მომწონდა ამ ხელოვან ადამიანებს თუნდაც რომ შევხვდი ამ დროის განმავლობაში ყოველთვის მაწუხებდა ის ამბავი, რომ ბევრჯერ ჩემთანაც ჩამოსვლა სტუმარი და მსგავს მაღაზიაში უთხოვია წაყვანა. ან რამე ისეთი ორიგინალური საჩუქარი თუ შეიძლება ვიყიდოთ, რომ მიუტანო ადამიანს, რაც ჩვენს კუთხეს დაახასიათებს, ხო, ჩვენი კუთხის ნიშა იქნება, მაგრამ, რა ვიცი, არ იყო ფიქრობ და მეთქი, ხო რაღაც ამ ყველაფერს არ მოუყარო ერთად თავი, იმიტომ რომ ამ ქარხნულ საჩუქრებს, რასაც ვეძახით, ისეც, რაც ყველა მაღაზიაში დევს, ყველა შეუძლია, რომ სადღაც ახვიდე და იყიდა, ხო? მეთქი ამას ჩავანე. მასეთ რაღაცები მქონდა რა, იქა ცოტა ვაპარებდი ხოლმე. ამას ეს ხوار შეიძლება მაია ჩაანაცვლო ამ რაღაცით რა. რამოდენიმე ადამიანს შევხვდი, ვინც არიან ახლა ჩემთან. ეს იდეა გაუზიარე, შევთავაზე, რომ მე თქვენ გთავაზობთ ჩემს მაღაზიაში სტენდს, სადაც მოხვალთ თქვენს ნივთებთან. თან მე გავუკეთებ ამ ყველაფერს პოპულარიზაციას, თქვენ არ გთხოვთ საერთოდ არაფერს
თქვენ მოგეთხოვებათ უბრალოდ ის, რომ თქვენი ნივთები მოიტანოთ და დაალაგოთ, ხო? და გაყიდული და ჩვეულებრივად ძალიან ისეთ მინიმალურ მას ვამატებთ, კარგად იციან გოგოებმა და საზოგადოებაც კარგად იცის მაგნიტების ფასი და ჩვენთან როგორ იყიდება და სხვაგან როგორ იყიდება, ეგ ყველაფერი რაც გვაქვს. და იცით რა, თავიდან წამოვიდ. ყველაზე ცუდი რა იყო მაგ შემთხვევაში? კარგი რა შენი ჭირიმე, ვის რა თუნდა შენი ნახარგი, თუნდაც ერთი, ან ნახარ, მოკლედ ეგეთი როგორი პასუხი იცი? მე რო ყვავილების მაღაზიას ხსნით, ეხლა დამავიწყა, მე თქვა, მაშინაც იგო, კაი გეხვერწები, ვინ ჩუქნის, ვის ყვავილს რა თაიგული რა. დაანებე თავი, არ გამოვა არაფერიო. ეგ მაგას ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ არ გამოვა არაფერიო, მაგრამ არ მოусმინე. და მე რა ვიფიქრე, იცი, რადგან ეს ყვავილების საკითხი მოვაგვარე რა, პრინციპში როგორ წავიდა, იცი, ყველაფერი საქმე თავის თავს ირჩენდა, მიხვდით? და მე ჩემი თავით ვეხმარებოდი ძალიან და როგორ ვეხმარებოდი, ნახეთ, დავამატეს სერვისი, რომელიც არ ქონდა ჩოხატაურს, საკურიერო მომსახურება. ის რაც ეხა ემარტმა იაკეთებს, ანუ რას აკეთებს, ეს მილოცვის ამბები. ყველა პროდუქტი შეიქმნა თავისით. არაფერი არ დამიგეგმია, არ დამიწერია. ნახე რომ მივედი ერთხელ მომხმარებელთან, მისი ემოციები გადავიღე და უბრალოდ ვაჩვენე ჩემს მეგობარს, ჩემს მეზობელს, ჩემს ოჯახის წევრს. და ამ ადამიანების რეაქციას ისინი იყვნენ, ხო, ჩემი შემფასებლები, მაგალითად, ამ ადამიანის რეაქციას და ძალიან ვაკვირდებოდი და ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. ერთი პატარა კოლაჟით მეთქი საზოგადოებას ხო არ ვაჩვენო ეს. და ისე აიტაცა ხალხმა, რომ ვფიქრობ, ძალიან მოეწონათ და ამ სამყაროში, სადაც ვფიქრობ, ცხოვრობთ რა. მართლა ისე გამოდის რაიონში ზუსტად ეგრეა, იმიტომ რომ რა ვიცი რა, ბევრი რაღაცა ისეთია, რაც გვაკლია რა აქ, რაც მაგალითად სხვა ქალაქში რო იცხოვრო ადამიანი, აი მართლა არ არის ყველაფერი ისე და ეს ყველაფერი რადგან ხალხს მოწონდა, თავ-თავი რაღაც რასაც მთხოვდნენ, იმას ვთავაზობდი. ასე შეიქმნა ეს ემარტმაი, ეხლა აზრი გამეფანტა, წეღან გიყვებოდით, მოკლედ იმ სუვენირები, იმის ხელოვანი ადამიანებზე, ვინც გახსნისთანავე ზუსტად 17 მეწარმე იყვნენ ჩვენს მაღაზიაში. ეხლა დაახლოებით 23-მდე არიან მეწარმეები, ვინც პატარ-პატარა რაღაცებს, ვინც თავთავის ხელსაქმეს აკეთებენ და ჩვენთან აქვთ განთავსებული სტენდი და ისევ ჩემს მომხმარებლებს, ვინც ჩვენ საზოგადოება გვიცნობს უკვე, მიტანის სერვისი გვაქვს ყვავილების და დაბადების დღის მილოცვის ან სხვა სადღესასწაულო ცერემონიალის ვაკეთებ და ისევ ამ ხალხს ვაცნობ ჩვენს პროდუქციას, რაც გვაქვს ჩვენს მაღაზიაში და ამ ხელოვან ძალიან გურულ კარგ ადამიანებს, უჭკვიანეს ადამიანებს, რომ ჩვენ ასეთ რაღაცებს ვაკეთებთ და ბევრი ჩვენი ნივთი ქალაქებში წასვლა და მიხარია ძალიან. და ვფიქრობ, რომ გაგვიცნობს საზოგადოება უფრო უკეთესად. მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე დაიწყეთ და მართლა უწყობთ ხელს ადგილობრივების განვითარებას და წინსვლას და მოტივაციასაც აძლევთ. და თან ძალიან ლამაზი ფერადი სივრცე არის ნამდვილად. ასევე კიდევ ერთხელ მეც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამდენჯერ ხაზი გავასვით იმას, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყოთ მოდივად მოთხოვნადები და ვადევნოთ თვალი თუ რა იცვლება ყოველდღიურად ჩვენს სფეროში და რაღაცნაირად შევინარჩუნოთ ეს ნიშა, რაც გვაქვს. იქნება ეს შეფუთვები, რაც თავიდან დაიწყეთ საუბარი, შეგვიძლია დაბადების დღის მილოცვის სერვისი, საკურიერო სერვისი და ასე შემდეგ. მე როგორც ვიცი, თქვენ ახლა უკვე სათბურიც გაქვთ, ხო? კი, სათბური მაქვს, სახელმწიფო გრანტით მოვიგე სათბური. სათბური თავიდან გათვლილი მქონდა, რომ აუცილებლად ყვავილის ენერგიები, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი საქმიანობა ეგ არის, მაგრამ ჯერჯერობით ეგეც ფინანსური პრობლემებში ვარ, ჯერჯერობით ფინანსური ამბები გვაქვს და ეს ძალიან ისეთი თანხა ჭირდება მაგას, რომ მე რაც მინდა ის გავაშენო. ჯერჯერობით გაჩერება და ამ წუთში სალათის ფოთოლი მაქვს დარგული. და რა ვიცი, ველოდები მოსავალს და მაგ მოსავალს რო ავიღებ, შემდეგ რაღაცებს ვაპირებ რა, მაქვს გეგმები. ჯერჯერობით მინიმალურად რაც შევძელი, ის გავაკეთე.
წარმატებებს გისურვებთ ამაში. გაიხარ. ძალიან მაინტერესებს, ძალიან დაკავებული ხართ და როგორ ახერხებთ სამი შვილის დედა ხართ, თან პირადი ცხოვრების და რა ვიცი, საოჯახო საქმეების შეთავსებას, თქვენს პროფესიულ საქმიანობასთან და ბიზნესთან. ძალიან რთულია პირადი ცხოვრების შეთავსება, როცა ხარ სამი შვილის დედა ხარ, მეუღლე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მაგრამ ვფიქრობ, ვახერხებ, იმიტომ რომ ხელს მიწყობს ოჯახის წევრები, ჩემი მეუღლე, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას. და დრო არ ყავდეს გვერდში ასეთი ხელშემწყობი ხალხი და ოღონდ უნდა გაგიგონ. დამიჯერეთ არაფერი არ გამოვიდოდა ის. მაინც ვცდილობ რომ მოვახერხო. მე მიცნობს კარგად ყველა რომ რასაც დავისახავ მიზნად, აუცილებლად ამ მიზნისთვის ვიბრძოლებ და გავაკეთებ და აზრი არ აქვს, ხელს მაინც ვერ შემიშლიან და მათ ვიციან რომ პირიქით უნდა შემიწყონ ხელი და გამოდით, მადლობა მათ ამისთვის. ოჯახის მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან კი და მე მაქვს ეს მხარდაჭერა. მათი მხარდაჭერის გარშე ვფიქრობ არც არაფერი არ გამომივიდო და სამი შვილის დედა ფაქტიურად ვერაფერს ვერ გააკეთებ. თუ არ გაქვს ოჯახის ხელშეწყობა. დაახლოებით. ძალიან მაინტერესებს, როგორი გრძნობა გქონდეთ საკუთარი ბიზნესი და იყოთ საკუთარი თავის უფროსი და პირველ რიგში თქვენ ხართ პასუხისმგებელი პირი ხომ ყველაფერზე. გრძნობა ნახეთ რა როგორ ვიტყვი მაგას. მიხარია რომ რაღაცა სიტყვა მეთქმის ვიღაც და ადამიანებს ეს ყველაფერი მოწონს. არის გრძნობა, რა ვიცი, სიამაყის გრძნობა მეთქი, მაგას ვერ ვიტყვი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან დიდი. მაგრამ ნახეთ, მე ვმუშაობდი 15 წელი საბანკო სფეროში და იქ რომ ვაკვირდები ხა ჩემ თავს, ხო? ანუ ძალიან კარგი თანამშრომელი ვიყავი ერთი სიტყვით რა და რატომ ეხა და მაქვს ეხა ჩემი ბიზნესი, ხო? მაშინ ეგ ქალიც არის ერთ-ერთი ვისთანაც მე დავიწყე მუშაობა და გავიზარდე. აი მართლა გავიზარდე, იმიტომ რომ სტუდენტი მივედი თითქმის და დავიწყე მუშაობა და ის ქალი არის ჩემთვის მისაბაძი ადამიანი. უძლიერესი ქალბატონი იყო და ყოველთვის ცდილობდა საკუთარი სახელი არასდროს არსად არ შეერწყმინა. აი და როგორ ვაკეთებდი იმ საქმეს მთელი გულით, მე თუ არ მევალებოდა დახვეტყვა დამეხვეტია კიდეც, რო გაწვიმდებოდა და მინები ბინძური იყო, მინებიც გამიწმენდია. და რა ვიცი, ალბათ ამას ხედავდა მეთქი ვამბობ რა, მართლა, იმიტომ რომ დამლაგებას არ ველოდებოდი, ის მოსულიყო ჩემთან და მას ის გაეკეთებინა. რაც ჩემი საქმე არ იყო, ისიც გამიკეთებია და დამიფასდა ეგ ყველაფერი, აი მართლა დამიფასდა და რა ვიცი რა, ცხოვრებაში რაღაც გზები გამოვიარე და ალბათ მე რო ვარ ისეთ მიტოც ეხლა როგორ არის იცი, რომ დამჭირდა თანამშრომლის პოვნა და ადამიანებისგან ცოტა ვითხოვ ბევრს რა და ყოველთვის მეუბნებიან რომ მასზე არ არის მაიავრა, შენ შეიძლება რაღაცას ისე აკეთე. რაღაცები მეშლებოდა რა თქმა უნდა, დღესაც მეშლება, ხო? თუ რაღაც არ შეგეშალა, ისე არაფერი არ გამოვა, უფრო ისწავლი და გაძლიერდები. მაგრამ რავი, ალბათ ხასიათზეა იქ ყველაფერით დამოკიდებული და ყოველთვის ეხა ვითხოვ ადამიანებისგან ბევრს რომ უფრო ისე გააკეთოს ყველაფერი. მე რომ მაშინ ვაკეთებდი, მე რომ ასე ვიყავი, ესე არ არის, მაგრამ რა ვიცი რა. რა გითხრათ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ერთი სიტყვით რომ გქონდეს, იმიტომ რომ ყველაფერზე ხარ პასუხისმგებელი, აბსოლუტურად ყველაფერზე. თუნდაც ნახე როგორაა როცა შეკვეთაზე მივდივარ და 5 წუთი მაგვიანდება, ერთხელ ესეთი შეურაცხყოფაც მოვისმინე, თუნდაც მართლა რა, ადამიანიც ძალიან ტკბილად გწერს მთელი ერთი კვირა რა შეკვეთას რო ვაფორმებ რა და 5 წუთი მისვლა დამაგვიანდა და აი არ ვიცი რა, ისეთი კრიტიკა წამოვიდა ჩემს მიმართ და იმ საქმის მიმართ, რასაც ვეწეოდი, არ ვიცი, გაოცებული გავაჩერე მანქანა, ვიჯექი და ვფიქრობდი აი ასეთი რა დააშავე რომ ხო, ანუ ეგაა ზუსტად პასუხისმგებლობა. მე მიდი რა დროზე რომ მისულიყავი, შეიძლება არ მიმეღო ეგ კრიტიკა, ხო? და ზუსტად ეგაა დიდი ყველაფერი უნდა გათვალო ძალიან კარგად. მადლობა მაია, საინტერესოა.
თქვენ რა უნარები შეიძინეთ შემდგომში უკვე როდესაც საკუთარი ბიზნესი დაიწყეთ და რა სისურვებით რომ უკვე მანამდე გწოდნოდათ სანამ ამბით გადადგამდით? უნარები რა შევიძინე? ჯერ იმით დავიწყებ, რომ ანუ რა რომ ცოდნოდა. მოკლედ ის უნდა ცოდნოდა. ყველა ადამიანის თობა არ შეიძლება. პირველი ეგ, აი მართლა ეგ მაგას ვფიქრობ და რა უნდა მცოდნო. ყველა შენიანი არ არის. აი ეგ ვიცი ახლა. უნდა მცოდნოდა ის, რომ ძალიან ბევრი კრიტიკა წამოვიდოდა ჩემს მიმართ. საერთოდ არ ველოდი მაგას, არ ვიცოდი, ეგ რომ მცოდნოდა, შეიძლება სულ სხვანაირად წამეყვანა რაღაცები, მაგრამ ვფიქრობ მაგ ყველაფერზე ვფიქრობ ყოველდღიურად, ყოველ წუთს და რაღაცებს ვფიქრობ, რომ გამოვასწორო და რაღაც კრიტიკის ობიექტი არ ვიყო ხშირად ხოლმე. თავიდან რა მკითხეთ? და რა ისწავლეთ შემდგომში? რა უნარები განივითარეთ? რა უნარები ესეთი? აი ადამიანი, ცოტა ემოციური ადამიანი ვარ. ძალიან, ადრე სულ სხვანაირი უფრო ვიყავი. შევიძინე უნარები ის, რომ ყველას არ უნდა გასცე პასუხი, თვითონ რაც მოდის ამ ადამიანებისგან. ყოველთვის მიყვარდა ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ და მიყვარს რასაც ვფიქრობ, ეგრევე ვთქვა რა. ეხლა რომ ვფიქრდები, ანუ ყველგან ყველაფერი არ უნდა თქვა. აი ადამიანს პასუხიც არ უნდა დაუბრუნო, ვფიქრობ. და ესე ვიქცევი და მივყვები რაღაცებს ვსწავლობ ნელა-ნელა. აი ალბათ არის ბევრი ადამიანი, ვინც ფიქრობს რომ რაღაც დაიწყოს და ეშინია ნაბიჯის გადადგმა იდეები აქვს და რაღაცა არ იცის როგორ დაიწყოს, როგორ მართავს, როგორ გამოვა ყველაფერი, რას ურჩევლით ასეთ ადამიანებს? მასეთა მოკლედ ადამიანს რომელსაც გაქვს რაღაც იდეა, აუცილებლად ამ იდეის მიზნისკენ უნდა იბრძოლო, ჯერ უნდა დაჯდე, დაწერო, დაფიქრდე ყველაფერზე, მოკლედ ღირს თუ არა ამ ყველაფრის განხორციელება, მერწმუნეთ აუცილებლად ღირს და რატო? ანუ ადამიანებმა ვფიქრობ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე. ყველაზე დიდი სტიმული არის ჩემთვის ეგ, რომ მე ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. მარტო ფინანსებზე ხო არ უნდა იფიქრო სულრად, საქმეს რომელსაც აკეთებ, ყოველ დღეს ეს საქმე უნდა პოზიტიურად უნდა დაიწყო, რა თქმა უნდა, დღე და საქმეს რომელსაც აკეთებ, ეს უნდა გახარებდეს. ანუ მე არ შემიძლია რაღაცა გავაკეთო, რომ ეს არის ჩემი მოვალეობა და აუცილებლად უნდა გავაკეთო. საერთოდ არ უდგები მასეც არცეთ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს და არცეთ გაკეთებულ საქმეს. აი უბრალოდ ვინმემ რომ გამიშვას ჩემმა მეზობელმა რომ დამაბაროს წამალი წადი და მომიტანეო, ეს ჩემი და მაინც მიდიხარ მანქანით და გამომიყოლეო. ეგ ჩემი მოვალეობა კიდე ეს კი არაა რომ მიდივარ მაინც წამოვხ, არა. სხვანაირად ვიყურებ ამ ყველაფერს. შემიძლია რომ მას დავეხმარო და მას არ შეუძლია რაიონში გამოსვლა. ტრანსპორტის პრობლემა, რაიონში გამოსვლა არ შეუძლია და ანუ ასე ვიყურებ ყველაფერს რაღაც მევალება ისე არ ვაკეთებ და თუ რაღაცა მიზნები აქვს, აუცილებლად უნდა გააკეთონ ძალიან რთულია ჩოხატაურში, რაიონში, რეგიონში გააკეთო. მოდი რა, ყველას აქვს იდეა, ძალიან ბევრი იდეა აქვს. ნებისმიერ ადამიანს ვფიქრობ, ნებისმიერ ჭკვიან ადამიანს აქვს ისეთი იდეა, იმდენი იდეა მაქვს თავში, არ ვიცი, ის მთელი ცხოვრება, ალბათ მე რომ მთელი ცხოვრება ეს იდეები განვახორციელო, ანუ არ ვიცი რა, მართლა ბევრი იდეები მომდის. მაგრამ რაღაცები ხელს გვიშლის, ხო? პირველ რიგში ფინანსები, კიდე ხახას გაუსმევ და შემდეგ ანუ ადამიანის ხასიათზე ვფიქრობ დამოკიდებული. ყველას არ შეუძლია ეს თავის იდეა გაანხორციელოს. იცი ძალიან რამდენჯერ რაღაცისთვის მიტილია, იცი, იმის გამო რომ ჩემი იდეისთვის, ჩემი მიზნებისთვის ძალიან ბევრი უკუსლები ქონდეს შეიძლება ადამიანს. ეს არის ფსიქოლოგიური მომენტიც, შეიძლება ადამიანი რაღაცის გამო განადგურდეს, რომ არ გამოგივიდეს. და გაჩერდეს საერთოდ. ვსიო ეს არ არის ჩემი, ვიფიქრო რა. ანუ გაძლიერებდი უნდა ფსიქოლოგიურად ძალიან უნდა მოემზადო იმისთვის და არ ვიცი, მთავარი არის მაინც საყვარელი საქმის კეთება. ნებისმიერი საქმე, თუნდაც სხვასთან მუშაობდე, უნდა აკეთებდი ამას სიყვარულით და რა ვიცი, გამოვაფიქრებ ყველაფერი. თქვენთვის რა არის თქვენი წარმატების საზომი? ჩემი წარმატების საზომი, ჩემთვის ვფიქრობ, არის ყველაფერი მიხარია ისე, როგორც სხვას უხარია. მე ძალიან მიხარია ჩემი დაბადების დღე.
და ეხლა ხო თითქმის ყოველ დღე ვიღაცის დაბადების დღეზე ხო ვარ რა თითქმის ყოველ დღე და არ ვიცი არასდროს არ ვთამაშობ მართლა ძალიან ბუნებრივად ვაკეთებ ყველაფერს და ძალიან მიხარია ესე იგი სანამ მივალ ადრესატამდე მე ვიცნობ იმას ხო იმ ადამიანს თითქმის იმიტომ რომ ვიღაცა რომ წერს ვისთან მივდივარ იმასზე ხო მიყვება და წარმოდგენას ვიქმნი ამ ადამიანზე როგორ ადამიანთან მივდივარ მე ანუ ის მისთვის ვინ არის რამდენად მნიშვნელოვანია ნახეთ როგორი რაღაცა არ ვიცი ამას ვგრძნობ ალბათ რომ ადამიან ვისი გზავნილითაც მე მივდივარ თითქოს გონია რომ ის მივიდა მასთან ის ჩაეხუტა ის მოეფერა აი მარტო საჩუქარზე კი არა მართლა არა დედას ვიცავ ვერ იქ დადებული ჩემი გამოქვეყნებული პოსტი თუ ვიდეო თუ ფოტო ყველაფერს კიდე ვერ ამბობს ამ ადამიანებისგან რამხელა ემოცია მოდის არ მინდა ძალიან ბევრი ვილაპარაკო ჩემს თავზე რომ მე ასე ვშვები მე ისე ვაკეთებ ასე არ მინდა გამომივიდეს მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ ძალიან ბუნებრივად არასდროს არ ვაკეთებ საქმეს ისე როგორც მეტყვის რომ ეს ასე გააკეთებ არ შემიძლია მე თუ არ მინდა ვერაფერს ძალით ვერ გამაკეთებინებს მიხვდი ან ეს ყველაფერი საქმეს რომელსაც ვაკეთებ ფიქრობ თუ არ ხარ ისეთი ბუნებრივი რაც როგორც ამ ადამიანებს უნდა აჩვენო რომ შენც გიხარია მასთან ერთად და მართლა უნდა გიხაროდეს მე ვფიქრობ სიხარულს თუ არ გიხარია არ ვიცი მე ვერ გავაკეთებ ამ ყველაფერს და ფიქრობ ეგ არის ერთ-ერთი წარმატების საზომი რაც მოწონს ადამიანებს მე ესეთი ბედნიერი და გაწონებული საუბრობ თქვენ საქმეზე ნამდვილად ჩანს როგორ გიყვართ ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევთ თუნდაც ამ ბიზნესში და თუნდაც სხვაში ნებისმიერ შესაც დაიწყებთ. გაიხარეთ. აი დასაწყისში თქვენ ახსენეთ ემიგრაციის თემა მიერ შემიძლია არ მივუბრუნდე, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის არის და დღევანდელ საქართველოში მტკივნეული თემაა. რა გამოწვევებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, რომ იყოს ოჯახში მეუღლის გარეშე მეუღლე არის ემიგრაციაში თქვენ მარტო ხართ, თუნდაც სამ შვილთან. კი, ჩემი მეუღლე ჩამოვიდა უკვე ემიგრაციიდან, იმიტომ რომ ჩამოვიდა დაახლოებით იყო 2 წელი მოუწია ჩვენ რო წამოვედით ქალაქიდან, მე აქეთ ჩამოვედი სოფელში თვითონ წავიდა უკვე 4 წელი დაიწყო რაც გურიაში ვარ მე. ჩამოვიდა მან, მაგრამ აქ დახვდა ყველაფერი ისე რაც თავიდან მოგიყევით, ხო და ამ ყველაფრის მიტოვება ესეთი მარტივი არ იყო. როცა გაქვს რაღაცაზე პასუხისმგებლობა, ფიქრობ მაქვს პასუხისმგებლობა რა. ნახეთ ძალიან ბევრი მეგობარი მეუბნება რომ წამოდი მაია და იმ ყველაფერს რასაც აქ აკეთებ იქაც გააკეთებო მაგრამ მე თუ წავედი კიდე ჩემნაირად თუ წავიდნენ მაშინ აქ ვიღან უნდა იყოს და თან საქმე რომელიც მიყვარს იმას ის აქ უფრო უკეთესად გავაკეთებ ვიდრე იქ ძალიან რთულია ეხა ნახეთ მე ამ საქმის გამო გვერდზე მყავს ოჯახი რომელიც არ ვიცი რას კიდე მივდივარ ნახეთ საუბრობ კიდე მივდივარ ფინანსებთან იმიტომ რომ ადამიანმა რომ ქალაქში იცხოვრო 3 შვილი ყავს ქალაქში იცხოვრო თან ქირეთან ვცხოვრობთ ჩვენი საკუთარი ბინა გვაქვს კი გვაქვს იმის ბინის ფული გადასახდელი მაგრამ ძალიან რთულია რა ოღონდ როგორ იცხოვრო იცი ნორმალურად მე არ ვიცი ადამიანები იქ როგორ ცხოვრობენ ზუსტად შეიძლება როგორ ხო ერთი და იგივე ყოველთვის მიხვდი და რა იცი ქალაქში ვარ მაგრამ აბა ჩვენი მომავალში რა არის და განვითარდე როგორ რითი უნდა განვითარდე ერთი და იგივე რო ვაკეთო ყოველ დღე მე არ მაყოფილებს ეგ ჩემთვის მე უფრო განვითარებას ვხედავ აქ რა მიხვდი იმიტომ რომ რაღაც უნდა დაიწყო პატარათი რომ ახვიდე და რთული არის ეგ ძალიან მიხვდი ემიგრაციიდან დაბრუნდა იქ მილიონები ხო არაა რა იმიტომ იყო წასული რომ მაშინ იმ პერიოდისთვის ჩვენი ოჯახური ხარჯი იყო ისე რომ აქ მუშაობით ვერ შეწყვეტებოდა და ამიტომ მოუწია წასვლა ხო მე კი ვერ დავაბრუნე ხა იმიტომ დაბრუნდა რომ ყველას არ შეუძლია იქ ყოფნა ხო ვერ იქნება ყველა და თან თუ იცი რომ საქართველოშიც მაინც იმდენს იშოვი არ ვიცი მე ვფიქრობ მაგით როგორი რაღაცა იცი ემიგრაციაში წასვლა ზოგი მიდის და წლობით აღარ ჩამოდის ანუ ბინაც იყიდა, მანქანაც იყიდა, მაგრამ მაინც არ ჩამოდის. არ ვიცი, მაგ ხალხისა მე არ მესმის. ხო და აი ეს რიგამე ფანტა ახლა რას ვამბობდი? დაბრუნდა ჩემი მეუღლე, აქეთ არის და ძალიან ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული თემა ემიგრაცია, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ემიგრანტი დამკვეთი მყავს. მე ძალიან ბევრი დედები, ბებიები, შვილები რამდენი წასულდა, ჩემთვის არის ყველაზე დიდი ტკივილი ეგ.
და აუცილებლად ეგ არის, რა ვიცი, სახელმწიფოს პრობლემაც ძალიან დიდი. იმიტომ რომ ისა რა ქვია, ძალიან ხელი არის, ხელშესაწყობია ვფიქრობ რეგიონში ქალები უნდა გავაძლიეროთ პირველ რიგში და ვფიქრობ ძლიერი ქალები. ოჯახში თუ იქნება ერთი ძლიერი ქალი, თემის გაძლიერდება, რაიონის გაძლიერდება და ესე ერთმანეთს გავაძლიერებთ. მე ვფიქრობ მე ხო ვარ ერთი ძალიან ბევრი ადამიანისთვის მოტივატორი ხო? ნახე იმან თუკა. ძალიან ეხა ვხედავ რა ვიღაცები რომ ბაძავენ ძალიან მიხარია, კი არა მშვიდს მიხარია პირიქით რაღაცეებში, შეიძლება რაღაცა ჩემნაირად ვერ გააკეთოს, მაგრამ მაინც გააკეთებს. ნახეთ მე ნახე გოგო ჩამოვიდა სოფელში, რაღაცა დაიწყო, არაფრისგან დაიწყე, მართლა გურწფელად ვამბობ, რაღაცა დაიწყე და ამ ყველაფერს ვისწავლე და თან დავიწყე. სტუდენტი ვიყავი 2 წელი ახლა დავამთავრე. ეგ რაღაცასაც ვაკეთებდი ხო? მე იმის რა ქვია ყვავილების მოვლა პატრონობა რომ დავიწყე, მე ამ მხრივ პროფესიული განათლება არ მქონია და სხვათა შორის ეგეც თან პარალელურად ამ ყველაფერში დამავიწყე. ეგ მე თქვა, ეგეც დავიწყე და 2 წელი კურსი გავიარე მებაღეობის, ჩვენთან კოლეჯში ვსწავლობდი და საკმაოდ გავიღრმავე ცოდნა. საკმაოდ დამეხმარნენ მთელი ისა რა ქვია კოლეჯის ადმინისტრაცია თუ მასწავლებლები ყველა მეხმარებოდა. ნახე რაც მინდოდა ნებისმიერ საკითხზე როგორ მომეწამლა ის ყვავილი. როდის გადამერგო, ანუ რაღაცები არის, რაც უნდა იცოდე პროფესიულადაც უნდა განვითარდე და მაგაზეც არ ვიყავ, მაგაზეც არ გავჩერებული ვარ, ეგეც ვისწავლე. ხო და რა ვიცი, ესე იგი პროფესიული განათლებაც ძალიან მნიშვნელოვანია რაიონში და ქალების დახმარება, აი ძალიან რა ვიცი, ძალიან რაღაც ბევრი მცირე გრანტებია, ხელშეწყობა, აუცილებლად შეუძლია მუნიციპალიტეტსაც, ვისაც რა ვიცი, რაიონში ქალების ხელშეწყობა არ უნდა გაუშვათ. ჭკვიანი ქალები არაფრით არ უნდა გაუშვათ სამოალკაებით. ხელი კი არ უნდა შეუშალოთ, პირიქით უნდა შეუწყოთ ხელი. იცი როგორ რას ვფიქრობ, იმით კი არა რომ მე შენ ფული მომცე და მე ამით ბიზნესი დავიწყო. მე იცი მხარდაჭერას, შენ რო ჩემი მომხმარებელი გახდები. აი ესეც შემთვის მხარდაჭერა, მივხვდი და ადამიანს რო ხედავ რომ რაღაცა ჩამოვიდა კი არა, ჩემთან მოვიდნენ მეთქი მაგას კი არ ვამბობ. ანუ ახალია, მე დედას ვიწავ ახალ მაღაზიაში რო შევდივარ, შეიძლება რამე რო არ მინდოდეს, მაინც ვიყიდი. მივხვდი? ანუ ადამიანები ამ თვითშეგნებამდე თუ მივალთ და ერთმანეთს გავაძლიერებთ, აღარ გაიქცევა ყველა დამიჯერე. აუცილებლად გვჭირდება ეგ ხელშეწყობაც, არ უნდა წავიდნენ. აქ უნდა აკეთონ რაღაც, კი უნდა ჩამოვი, ვინც წასულები არიან, ცოტა რაღაცას რო იშოვიან, თლათლები აღარ უნდა დარჩენ იქა, მე არ ვიცი ასე ვფიქრობ. და გვჭირდება ქალბატონებს აუცილებლად ხელშეწყობა მინიმალური. მე ვფიქრობ, ერთმა პატარა, ანუ თუნდაც პატარა რა ვიცი ხა გრანტი დავარქვა მაგ პატარა რა იცი ისეთი იდეები აქვს არ ვიცი ძალიან ბევრი რაიონში მომისმენია პატარა ბავშვებს შეხვედრება რამდენ შეხვედრას და ისეთი იდეები აქვს მე უკვე ამ იდეას რაშვებიცი განვითარებულს ხედავ ნახე და გამოვა ხო ვიცნობა რა ბაზარს თუნდაც ეხლა პატარა ჩემს სფეროზე რომ მე ეხლა რაღაცეები რომ დავამატო კიდე აი რაღაცეები ხო ცოტა ნელა ხომ მივდივარ, აი უცებ, მაგრამ ყველაფერი ხო ფინანსებია მართლა, მივხვდი? ხო და უცებ ის იმ იდეას რომ ისმენ, წარმოვიდგინე, უკვე ეს იდეა განხორციელებული რაიონში და რა გამოვა, ხო? ხო და ამას ამ იდეას რა ჭირდება? ხარდაჭერა. ხო? ხო და ესეთი ძლიერი ქალებს იდეები რო აქვთ უნდა მივეხმაროთ, კიდე უფრო მეტად ხო ეხმარებიან რაღაცეებში, ხო მე არავინ არ დახმარებია, სხვათა შორის. არ ვიცი, ვაპირებ რომ რაღაცები წამოვიხმარო, ნელა-ნელა, არ ვიცი თუ ამის რაღაცა შანსი მექნება, მაგრამ არიან ფიქრობ ძალიან ჭკვიანი ქალბატონები, ისეთი გულანთებული ბავშვები, ვისაც აქვთ უამრავი სხვა იდეები, ძალიან კარგი იდეები და რა ვიცი, ფიქრობ გავაძლევ და არ იფიქრებს ყველა წასვლაზე. თვითონ ადამიანებმაც რა იცი, ზოგს ხო გაქცევაზე ფიქრობს. სადაც არ ხარ, კარგი გქონია. ეგრეც არ უნდა იფიქრო. თუ გიყვარს შენი სოფელი, შენი რაიონი, უნდა დარჩი აქ. ან თუ წახვალ და მიიღებ განათლებას, უნდა დაბრუნდე და რაღაც ისეთი გზა უნდა იპოვო, რომ აქ დარჩე და აქ გავაძლიერო და განმავითაროთ უფრო ჩვენი რეგიონი, რაიონი, ვიცი. არ უნდა წავიდეს ყველა ემიგრაციაში, მართლა.
ძალიან დიდი მადლობა მაია. ისე ამოწურავად გვესაუბრეთ, იმდენი მნიშვნელოვანი აქცენტი დასვით, ისეთი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეთ და ძალიან დიდი მოტივაციის მომცემი ხართ, როგორც საქმეთ, ისე საუბრით. მიხარია, რომ ახლა ამ დროის განმავლობაში რაღაცა თითქოს უკეთესად გაგიცანით. გაიხარე, მადლობა. ჩემთვის ახლა თავართ კიდე რაც გეტყვით, იცი, ყველაზე დიდი მოტივაცია არიან ხალხი. მართლა. რატო იცი? ესე იგი, იმდენი პოზიტივი მოდის და ვაიმე რა კარგად აკეთებ და ეს რა კარგად გამოგდის და ანუ მათ გარეშე დამიჯერეს საერთოდ ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. იმდენი პირადი აი არ ვწერ ყველაფერს და არ ვასაჯა. იმდენი პირადი უკავშირები მოდის. ესენი და ისე მწერენ ადამიანები, იცი, ცხოველში წასულები ზუსტად ემიგრაციის თემა იყო და დაუბრუნდები. იმდენი აი ესეთი სერვისი ჩოხატაურში რო არის და რა კარგია და თან რა კარგად ანუ როგორ ახარებ ამ ადამიანებს. მე კი არ ვახარებ, მათ უხარიათ. სადაც მივდივარ ის დედასწრიც ვარ, იმდენ სოფელში ყოფილ ვარ. ტორტი, კაი, ხო, ეგ ტორტი არის ჩვეულებრივი დაბადების დღის თავარი ნიშა, იქ ხო, რომ ადამიანის დაბადების დღეს ტორტი უნდა გქონდეს. ისეთ სოფლებში ასრულებთ ქალმა მითხრა ძალიან მნიშვნელოვანი. ტორტი როდის გქონდა ბოლოს დაბადების დღეზე, ანუ დამავიწყდა. იცი რატო? ტრანსპორტი მანამდე რომ მივიდეს ტრანსპორტი ძალიან ძვირია, ძალიან ისეთ სოფელში. მე რო ჩავიდე რაიონში ჯერ ტრანსპორტში ფული უნდა ვხარჯო, მერე ტორტიც ხო უნდა იყიდო, უკან ანუ არ უხერს მივხვდი? ჯერ ფაქტიურად შეიძლება საშუალებაც არ გქონდეს საკუთარი თავისთვის. შეიძლება ძალიან უნდადეს რომ დახარები დაპატიჟოს, ხო? ვის არ უნდა ეხა? შენ არასდროს არ წარმოიდგინოთ ზუსტად ის ქალი, ვინც საერთოდ წელიწადში ერთხელ გამოდის რაიონში და მის დაბადების დღე მოვიდა და მას არ უნდა რომ მის მეზობელს და მას ტორტზე დაუძახოს ყავასთან და ტორტიც რო გქონდეს. სიმბოლურია, ხო? ფიქრობ სიმბოლურია. ახლა მე რო ჩემი ბავშვი დილით მიმყავს სკოლაში აუცილებელია, დაბადების დღეზე ტორტი რა, ხო? ძალიან ისეთი პატარა დანახარჯია, მაგრამ ყველა პრობლემა ძალიან დიდი, მიხვდი? ვერ ჩამოვიდა და ეს რომ მითხრა ქალმა, არ ვიცი გაუგიჯდა ტორტთან ერთად რომ ეს ახლა ყვავილი თაიგულიც მიუვა და სხვა რაღაც არა და ყურადღებას რომ მიაქცევენ, არ ვიცი, ისეთი გაგიჟებული იყო ეს კალი და ჩემთან ნახეთ, ჩემთან იქ ვიჯექი რომ შევედი ყავას ვავდი, დაურეკა ერთ მეზობელს, დაურეკა მეორე მეზობელს და მეზობლების რეაქციაც რო იყო, რაო ტორტი სადნახებით მოგიტა რა ტორტზე მეპატიჟები ხალო, შენ ხომ არ გაგიჟდიო. მიხვდი, აი ხო და ანუ ეს ადამიანი და ეს მე ვარ ჩვენეთ საზოგადოებას, ხო? ანუ ახლა სახელგვარს არ დავასახელებ, ფიქრობ არც საჭირო, ესეთი კურიოზებით მქონია რა. და ხო წარმოგიდგენია მისი რეაქცია. და ზუსტად ახლა მათი ემოციები გადმოდის ჩემთან. მართლა. ძალიან მიხარია რომ რაღაცა ჩამოხვედით ჩოხატაურში დარჩით და ცდილობთ რომ განავითაროთ თქვენი თემი და მართლაც ის სერვისები მიაწოდოთ ადამიანებს, რასაც თითოეული ადამიანი იმსახურებს და ელემენტარულია როგორც თქვით და ასევე უნდა აღნიშნო ის ყველაფერი რაც იყიდება თქვენს მაღაზიაში, ხო? ასეთი მაღაზიების არსებობა მნიშვნელოვანია, ასეთი მხარდაჭერა ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი ხელოვანი ყავს ჩოხატაურში ჩვენ და უნდა წარმოიჩინდნენ და უნდა დავუჭიროთ ხარი მაქსიმალურად და უნდა დავაფასოთ მათი სამი. ბევრი ხელოვანი ყავს, ძალიან ჭკვიანი ხალხი არიან გურულები და ძალიან გემოვნებიანი, მინდა აღნიშნო, იმიტომ რომ როცა სხვადასხვა კუთხის შეკვეთები რა მოდის, კარგად ხვდები, ესე იგი რა, მოკლედ ჩემისგან კომპლიმენტი ამ გურულებს. ძალიან მიყვარს გურია, ისე მე თვითონ არ ვარ გურული. მაგრამ ისე მიყვარს გურია, ბარეული გურული ვერ დამეჯიბრება გურიის სიყვარულით მეთქი, მაგრამ უჭკვიანესი ხალხი არიან, ძალიან ჭკვიანი და ძალიან გემოვნებიანი ხალხი. და ამ ხელოვან მართლა რა, იცი როგორ არიან ეს ხალხი, ის აი ადამიანს როცა ჩამოუვარდება. ზუსტად ისე, იმიტომ რომ მე ძალიან პირადში შევსულ ვარ საუბრებში, იცი, ძალიან ბევრმა აიღო ნივთები და წაიღო რამოდენიმე. რატო იცი? ანუ მე არ მწყენია რა, მე მესმის მისი. ანუ მაინც არ იყიდებაო რა. ეხა ყველა ძალიან პატარები ვართ, მაისში დავიწყეთ ეს საქმე, რა გავიდა რა. აუცილებლად დროა საჭირო, რომ გაგვიცნო საზოგადოებამ, მეც მჭირდება ხო დრო, რომ ადამიანებს ვაჩვენო რა,
ერთი წლის წინ რო ვიდეო ავტვირთე რაღაცა ნიუთი იყიდებოდა, ეხლა ამწერე ნავნივცე, მივხვდი ამ ყველაფერს მართლა ჭირდება დრო. მე მაქვს ამის უნარი, რომ ამას დაველოდო, მივხვდი, იმიტომ რომ სხვა საქმეც მაქვს და პარალელურად ნელა-ნელა ვაპარებ რა რაღაცებს, ხო მივხვდით? და ახლა უბრალოდ მისი როა ვერაფერს ვერ ვეუბნები, მივხვდი, მაგრამ არ ვიცი რა, მე ვფიქრობ საზოგადოება თვითონ დაინახავს, რაც იქნება მომავალში, ამისი მჯერა. გისურვებთ წარმატებას, ძალიან წარმატებას მომავლისთვისაც და ახლა რასაც აკეთებთ იმ საქმეშიც. უღმესი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ დაგვითმეთ და იმდენი მნიშვნელოვანი საკითხი წამოწიეთ წინ და ისეთი კარგი ისტორიები მოგვიყევით. დასწრებული ვარ ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. გაიხარეთ, მადლობა თქვენ მოწვევისთვის და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა სოფლი ჩვენს მსმენელს და შევხვდებით ახალ გადაცემაში ახალი თემებითა და ახალი სტუმრებით.